არ ვცდილობ რომ არ მიუძდელო რაღაცა და აი მყრალე ჩვენ ამოიქეთ დადით მაგიდაზე რა ჭანდა მაგჭი ბიჭო საშინელება არ ჩააცვან ნორმალურად რა მან აბა ეცვა რაღაცა შევეყერე ეპატაჟური უნდა იყოს ძმაო ერთი ამოიღო ხმა და ეგრევე იმხელა ხო აი მადლობა გიორგი დებილი არ გადაცემას ვიწყებ და რეებს აკეთებ. ამით უნდა დავიწყოთ. დააბრუნდით. მოგესალმებით მეგობრებო, გაუმარჯოს ჩვენს მაყურებელს უпроსორად. ვა, მაგრა შემეშალა ყველაფერი თავიდან. დააბრუნდით. გაუმარჯოს ჩვენს მაყურებელს. ჩვენი სტუმარი არის დღეს ყველასათვის საძულველი ოზი. მადლობა ცოტნე. კაი, ხუმრობ ხოიცი. ყველასაც საყვარელი ყველა იტყოდა და მე ყველასაც საძულველი. ხო, აბა. დიდი მადლობა რომ მოხვედი ჩვენთან სტუმრად. როგორ ხარ? რა მიშავს აბა, რა, ცოტა დაღლილი, მაგრამ ყოველთვის მიხარია თქვენი ნახვა. ვეცდებით რომ მაქსიმალურად გამოგისწოროთ ხასიათი და როგორ ჩაიგე შეხვედრა კარგ ქანიესთან დუეტზე იყავი ხო რაღაც მაგას არ ქანიესთან ვიყავი დუეტზე. კი, ქანიე университета, который მე ხო ვერ ვამბობ სწორად BMW და BMW-ც მეშლება ანიე და ქანიე და ქანქარიც მეშლება არტისტი ცნობილი როგორც კანიე ვესტი, ხო? ინეთ რა მე ვასი ეს შენი დაღლილობა არის ჯერ ზანგია ეგუში აუ იორგი ამოჭრია რა არ გინდა მე გავალ გინდა ცოტა ხო აღლიოზი დაგეწყო ძალიან მაგ არა უშს გიორგი ცოტაც მოითმინე და გადაგივლის ოზიკო როგორ ახარ აშვები როგორ არის YouTube-ზე რაღაცა ხანა გამოანაცებ მე კიდე პაუზა გამოანაცებ პაუზა ბიჭო იცი რა არის პრობლემა ის არის რომ სხვა ბევრ საქმეს ვარ კიდე შეჭიდებული რა YouTube-ს გარდა და მაგის გამო ვერ ვახერხებ ხოლმე ისეთი სიხშირით ვიდეოების გადაღებას როგორც მე მინდა რომ გადავიღო რა და დაგეგმილი მაქვს ვიდეოები რა ეხლა რაც უნდა გადავიღო მაგრამ უბრალოდ აი როგორც კი მოვიცლი ერთი კვირის განმავლობაში უცებ გადავიღებ ამ ვიდეოებს და მე მექნება უკვე დატოვებული ეგ ცუდი არ არის რაღაც მომენტში წინსწრებით გადაღება თუ რაღაც მომენტში კი მაგრამ ისეთი ვიდეო მაქვს რომელსაც არ აქვს მნიშვნელობა როდის ადებ რა ან კონტექსტი არ იცვლება მაინც რა. ოკეი, ხო, გასაგებია. არა, მესმის რა თქმა უნდა. და როგორ მიდის, ანუ ეხა რა შეხვედრა ქონდა, ეხა YouTube-ის შეხვედრა ქონდა თუ? არა, საქმიანი იყო, უფრო აი ხო ჩავერთვე ამ ბარის და რაღაც საჭმელების ბიზნესშიც და რაღაც და აი ზუსტად მაგაზე. ჩავარეკლამოთ. საჭმელების ბიზნესი? აი მე და მაინტერესებს, შენთან ბარში საჭმელი არის? კი. დაემატა სამზარეულო გავხსენით, ეხლა წინა ვიკენდზე გავხსენით და ეხლა რაღაცები რაც მინდოდა რომ დავემატებინა, ზუსტად მაგაზე მიდის საუბრები, რაღაც მოლაპარაკებები გვაქვს ერთ ძალიან კაი ადამიანთან, რომელიც საბასთან? არა. აბა, საბა კაი ადამიანი კი არის, მაგრამ არა, ვინ არის? ბაღდოშვილი. მაგას ჯერ არ იმართები, რა ქვია, არ ვიტყვი ესე ხმამაღლა არაფერს, მაგრამ ნუ მალე ნელ-ნელა გაიგებ და რაღაცა ერთი ახალი ობიექტის დამატებაც გვინდა. ხო, დაჟე? ხო, ვაფშე გაიგო. ანუ ესე რომ ქალაქის მასშტაბით კიდე რაღაც ერთ იმას ვშვები. ოღონდ ბარი არ არის რა, საყვები ობიექტი იქნება. ხო, აქვე რავი რეკლამის ამბავშიც გეტყვით მეგობრებო, რომ ლუპერ ბარი არის, დადიანის რა ნომერია? დადიანის 11 არის. დადიანის 11 ნომერი, ოღონდ დადიანი იქ კი არა, თავისუფლებაზე რო დადიანია. შალვა დადიანი ცოტნე არა, ხო. ვისაც გიყვართ სიმღერები, ოღონდ არა ქართული, იმიტომ რომ ქართულს თუნდაც მოვოდეთ ვინც ხალხი შემოდის მე ქართული სიმღერების ექსკლუზივი მხოლოდ გიორგი კალატოს აქვს და ისიც ოღონდ არა ის გადაკეთებულია გადაკეთებულებს შეიძლება ხო გადაკეთებულები შეიძლება რა დამღერებს ანუ ის რა ქვია რა უკვე ლიცენზია არის შოება ქართული სიმღერების ასე რომ გადაკეთებული მართლა არ არის ვიტნი ჰიუსტონის ლიცენზია ჯიბეში ბიჭო ან ნახე კარაოკე ვერსიები რაც არის უცხოურზე რა შემიძლია პლატფორმას გადაუხადო ხო პირდაპირ მათთვის მაგის ხო პროგრამა გაქვს კი მაგით მაგას ხმა რომ кай ხანია ხო ხო გაიხანია ჩვენი რო დასაწყისის მერე ოქტოპუსის ტრეკები რო ჩაამატო არ შეიძლება ოქტოპუსის ტრეკები ცალკე ხო ხო და არა აქვე მინდა მაყურებელსაც ურჩიო ვისაც სურვილი გაქვთ რომ кай საღამო გაატაროთ განსაკუთრებით პარასკევი შაბათი არის ხოლმე ძალიან ბევრი ხალხი და ძალიან кай გარემოა სახალისო ესტუმრეთ ლუპერს იმიტომ რომ მართლა ხშირად ჩვენც ვართ ხოლმე ლუპერს სტუმრები პარასკევი შაბათს ასე რომ
ერთად დავლიოთ ხოლმე იქ. მადლობა ესეთი კარგი წარდგენისთვის. პრომოკოდი ცოტნე. კაი, ხო არა აქვს. პრომოკოდი ცოტნეთი. ბართან მიდიხარ პრომოკოდი ცოტნეს ამბობ და ერთ ლუდ ზედმეტ ყიდულობ. და ცოტნეს გასასვლელში ცოტნე გართმევს. ხო, ანუ ეგ არის რეალური მიზეზი, რატომაც მოწყდი YouTube-ს იმის ამბავში. ნუ მარტო მაგის გამო არ კიდე ხომ ჩემი გეიმინგის ამბებზეც ხო დავრბივარ და ჰეითერები არის ყრე მიზეზი. ჰეითერები? ეგ ვინ არის? არ ვიცი. ჰეითერები. ანუ შენ აღარ აქცევ ყურადღებას ხო? ბიჭო, არა, ჰეითერები არიან ადამიანები, რომელსაც ყველაზე მეტად უყვარხარ ალბათ, იმიტომ რომ მაგდენ დროს თუ ვინმე გითმობს, ანუ ხო, არ ვიცი, რატო გითმობენ მაგდენ დროს თუ არ ევასები და რავი, მაგ კუთხით არ შემიხედია მაგისთვის რომ არ მოგატყუო მართლა რა გულს. ოზი თამაშობ შენ რა გეიმინგიო. გეიმინგი და გემბლინგი, ოღონდ იმედი მაქვს. არა, გეიმინგი ხო, გეიმინგი. არ გიტყვი, ბიჭო, ამ ხელა კაც. არა, ძმა. მაიმუნე ბიჭო, რაღაცა რო დაждდება და თამაშებს მე არ შემიძლია. ერთგვარი როლებიო ბიჭო. Candy Crush-დან მომივიდა. ახლა რა უნდა. ბიჭო, აი მე მაგ მაგალითად რიტუალივით, რომ აი სახში რომ მივდივარ, აი შეუძლებელი არის, რომ აი როგორი დაღლილიც არ უნდა ვიყო, 1.5 საათი მაინც რამე თუ არ გავითამაშე, ვერ ვიძინებ რა. ანუ იმენა მან მაგ დროს განტვირთვა არის ეგ და მე უბრალოდ სხეული იძინებს რა. რას თამაშობ ხოლმე რომელიოში? გავითამაშე არის აი მსახიობი რომ მიდის და სარკესტონები წაითამაშოს რამე როლი რაღაცა ეგრე თქვა. წაითამაშე ხოლმე? ხშირად თამაშობ ხოლმე Marvel Rivals, ანუ მარტივი ისეთი რაღაცა ისეთი. ბიჭო, ის სხვათა შორის ბოლო 2 კვირა არის. კაი ხუმრობ არა. ბოლო 2 კვირა არის Counter-Strike გადმოუწერე ისევ და. ოპა. ასე თუ ისე გაასწო რა. შენი საყვარელი თამაში რა არის? ხელს როცევსი. გასა. შენი საყვარელი თამაში რა არის? შენი საყვარელი თამაში რა არის? ჩემი საყვარელი თამაში ესე ანუ ტრილოგია არის Prince of Persia-ი თუ იცი. ანუ ჩემი ვიცი რა, ფილმი ვიცი. ხო არა, ფილმი არა. არ გააწრო ყო ახლა Prince of Persia როგორ არის? Sony-ზე ვთამაშობდი, მაგრამ იმის მე აღარ მითამაშე. Sony-ზე? Sony-ზე. ტრიდე რო იყო, ხო, პირველი ტრიდე. ჩვენი წარმოდგენი არის უმაღლესი პრემიალური ხარისხის ქართული ნატურალური ტალღოვანი ჩიპსი ლუდისა. დიდი მადლობა მას, ასევე ჩვენს გვერდით არის ჩვენი მეგობარი ლუდი ბავარია და რა თქმა უნდა, ალკოსფერო არის ჩვენს გვერდით. უღრმესი მადლობა მათ. და სხვათა შორის დღეს გამოგვადგება მინდა შემოგთავაზო, გავიგერო ანგოსტურა მირჩევნიაო, რომი მირჩევნია, რო დავლიო შენგან. კი. ხო? კი. ბაგაზე გაწყენილი, კაი, ჯერ არ გვინდა მე თამაშზე ჩამოვიხებ. კაი, და ბოლო კითხვა თამაშების თემასთან დაკავშირებით. თამაშის რომელ თამაში იცხოვრებდით? აი, რომელი თამაში იქნებოდა, სადაც იცხოვრებდით? ვა, კაი კითხვა. შენ Valorant-ში. არა, Valorant-ში. მეტი არ იცი თამაში შეჭრა. ისე ცუდად თამაშობ, მან არ ვიცხოვრები შეჭრა. რა ცუდი კითხვა არის, იმიტომ ყველა მაგარი კითხვა. ანუ რატო იცი, ანუ ყველა თამაში რასაც თამაშობთ ხოლმე, ან რაღაცა აპოკალიფტური ხდება, ან რაღაცა კოშმარი არის და არც ერთ სამყაროში არ გინდომებოდა ალბათ ცხოვრება. ჩაკიგდებ მე შენ კაი თამაშებს და ვაჰ, ძალიან ვა. არა, კაი, კაი კითხვა არის. ესე თქვათ მაშინ რომ თავარი გმირიც იყო მაგ თამაშის. ეგ მაგ შემთხვევაში ცოტა ამარტივებს. ნუ მე ისეთი თამაშები მაქვს რა, ანუ story და ის ან FIFA-ში ვიცხოვრებდი, ან MotoGP-ში. რაში? MotoGP-დან FIFA-ში გადახვიდოდი, ხო ეგრევე? ის Forza მაინც გავხშე ჩემო თამაში და Forza მაინც. Forza არ მევასება ეხლა რა, არ მანქანები არ მიყვარს მე ეგრე ძალიან. ბაიკებიც არის Forza-ში. ბაიკები არ არის Forza-ში. Forza-ში არა. აი, ანიმე, ან თამაში არა. ბიჭო, თამაში ახლა მართლა ვფიქრობდი და ანუ რა გაასწორებ და ძალიან მაგრად თქვა იმ მაგაზე ვფიქრობდი და მართლა რთული კითხვა, მაგარი დამაფიქრებელი არის რა. ანუ ცოტა წყნარი ცხოვრება მინდა რა. არ მინდა რა ეს. ფერმინგ სიმულატორი შეჭო. ხო, აი ფარმინგ სიმულატორში გაასწორებ და. იდეალური. Candy Crush-ში. არა, საადებილობა არ უნდა იყოს მანდ. ამია. ბიჭო, აი ფარმინგ სიმულატორი გაასწორებ და მომენტ. არა, როკ სიმულატორი. ქვახარ პროსტო. ეგ ხო, ეგ გენიალური არის ეგ თამაში? ანუ არაფერს არ აკეთებ, პროსტო ქვახარ, მაგარი. ხო. მარტო კამერა ტრიალებს აქეთიკით. და გაწვიმს და თოვლი მოდის და ასე შემდეგ, მარტო ქვახარ პროსტო. მეტი არა. დეპრესია გოგოზი? ვა, ახალი ამბავი. რიჩ სიმულატორი რა მეგეთი არსებობს? რა მეგეთი არსებობს? GTA შეგილია. მაგრამ ის ედრო ფურ სიმულატორში ისე ცხოვრობ თელი ცხოვრება რა. სამყაროს პონჩი ისე ალბათ ახლა მაგაზე ვფიქრობდი და იმის Star Wars-ში.
Star Wars-ი ხომ არა თამაშების ონჩი Star Wars-ი არ მახსენდება ეგრევე რა Mass Effect-ი უნდა მეთქვა რა ანუ მართლა ძალიან დიდი უზარმაზარი სამყარო არის ძალიან ბევრი რაღაცა მაშინ No Man's Sky No Man's Sky კიდე ცალკე ისა რა ქვია რა ანუ აი რაღაცა ეგეთი exploring-ისა შეგვიძლია დიდი ბოდიში ვამთავრებთ ხა გიორგი ბოდიში მოკლედ ლალი მოგვიტანა ასეთი თამაში აუქციონი არის ოღონდ წარმოიდგინეთ არის ქუჩის ჩხუბი რაღაც ქუჩის ჩხუბზე მიდიხართ და მე შემოვიტან თითო UFC-ს მებრძოლს ლოტებად და თქვენ უნდა შეიძინოთ რა აუქციონი უნდა ითამაშოთ სულ გექნებათ 1000 ლარი და რა ვიცი ვისაც უფრო კაი გუნდი ეყოლება ალბათ ის მოიგებს რა ეს თუ ინტრიგანი არა მე რა მინდა ქუჩის ჩხუბში ბარში ვიქნები დაულები რა ვიცი მე სულ იქნება 9 მებრძოლი თითო შემოვიტან და ითამაშოთ აუქციონი მოკლედ UFC-ს ყოფილი featherweight და lightweight ჩემპიონი კონორ მაგრეგორი. ერთი კითხვა აქვს. მინიმალური ბეთი რა არა. მინიმალური ბეთი ლარი. ლარი. ბეთი რა იყო ბეთი. ლარი. გიჟდები ისე მევასება მართლა, მაგრამ აი დაბალი წონის გამო თავს შევიკავებ და ლარად დაუთმო. ანუ ბევრი ფული დარჩა. 3 ლარი. წონა არ გამირთხილებია მე თქვენთვის რა წონა ამოვაქ. მე დარწმუნებული ვარ heavy ის იქნება რა ცოტა. ანუ აი 3 ლარი. 3 ლარი 1, რა იყო ეს? 3 ლარი 2, Troll Conor-ში რომელსაც 3 ლარი 3. აუ ბიჭო, აუ. კონორ მაგრეგორი შეიძლება ცოტნე. მაგიტო იყიდა. ილოცავ, თავისი ვისკი მოყვება და შეებული დალი. მაგრამ შენ ის თუ გახსოვს, არ გაქ ნანახი ბარფაითის ვიდეო მაგისი? ვიღაც მთვრალ მოხუც კაც რო ურტყავს და მე ეს ტიპი რო ურტყავს. შემდეგი მებრძოლი ალექსანდერ ვოლკანოვსკი. 1 ლარი. 1 ლარი 3 ლარი 2. აი ვოლკანოვსკი წაიღო 2. ბიჭო, ანუ თქვენ მეუბნებით რომ ვოლკანოვსკის, ანუ მაგრეგორი გერჩუნა ახლა ვოლკანოვსკის? მაგრეგორი მერჩანია უკან. რა სამბო ბიჭო? ვოლკანოვსკი ბერჩო, მაგრამ ვოლკანოვსკი არის ყოფილი მორაგბე, რომელიც ანუ იდეაში გამიკეთეთ რაკში მერჩანია. უზარმაზარი. ვოლკანოვსკი მერჩანია რატო იცი? ბურგერებს აკეთებს მაგალითად. აუ ამას მისაყოლებელი უნდა და რა ერთ-ერთი დაულევდი მეორე წელს შევჭამდი დაგიხოციათ ერთმანეთს. შემდეგი ბოლოს კალა მოვამანდე და კალას ვიყიდი მე 10 ლარად. შემდეგი მაქს ჰოლოვეი. ჰოლოვეი ათმინა 2 ლარი 1, 2 ლარი 3. ჰოლოვეი ბიჭო მაქსიც წაიყვანა 2. მეოთხე ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ტიპი ვისაც შეუძლია აკონტროლოს ბრძოლა მიღადავები. მე ქართველებთან ერთად ვიჩხუბი. დემეტრიუს მაითი მაუს ჯონსონი. ბეიბი ჯონსონი ჯონსონ ბეიბი გვირილა მიდი თქვი, მიდი აბა. მესამეს მერე ვეღარ ავიღებ. ანუ სამის მერე ვერ ავიღებ. ცო აი ხადრა შენს 1 ლარი. მე არ ვიცი 1 ლარი 1. ძალიან კაია მეთქი მეუნები. დემეტრიუს ჯონსონი არის ჩემი აზრით საუკეთესო ეს ჰაერში ისეთი ამბარი აქვს დაჭერი რომ მარტო მაგის გამოგიღებს. ანუ ხელი არ მახსოვდა მართლა უბრალოდ 59 კილო არის. ხო, არა უშავს მე რა. ლარი ლარი დაბეთილია უკვე. გუნდიშა ლარი 1, არ გამაგიჟოთ ლარი ჯონსონი ვარ 2, ბიჭო. ლარა და ლარი 3. 2 არა, მორჩი უკვე. აი როგორ მორჩია მოგეჩერე ჩაკუჩი არ დაგიქ არა. ოკეი ხა ლარა ჩეიზინა დემეტრიუს ჯონსონი გუნდიშამ ეს ჩემი მე არ გამიგონია ამან რო თქვა ლარი მე დაჟე ჰოლოვეი გითხარი ამ შოულა თქვი და ვოლკანოვსკიზე 3. ხაბიბ ნურმაგომედოვი. აიდი ნახე. ხაბიბ ნურმაგომედოვი. არა დიყიდე წაი. ხაბიბი შეჩემა. გავაჩინო რას გვია არ გესავთ არავინ? უნდა ვიყიდოთ რომელიღაც. მე არ აი თუ არავინ არ გინდათ მაშინ ამოვარდება და სხვა ჩაისმევა. ჩავარდება ხართ ანახმა რომ სხვა ჩავში. იმოძოს მაგის ეს დარტყმა მაგრამ მე მინდა რომ დაიწყოს რა ბიჯინია. აი ხაბიბის ლარი? ხო. ხაბიბი 1 ლარი. გუნდი გუნდი დაფიქდი. დემეტრიუს ჯონსონი ხაბიბი. მიდი კაი ვითმაი ჯანდაბას. 2 ლარი გუნდიშას. ბიჭო არ და ხაბიბი 2 ლარი 1. მეორე დავიყვანდი ახლა რა. 2 ლარი 2. 2 ლარი 3. 2 ლარი ტიკი და ხაბიბი არის იმინა ვირი. ანუ ხო და მე ჯორი აქ მე ქუჩის ხუში ხაბიბი გამოდგება ჩემი. მაგრამ ანუ ვირი არის პროსტა იმედი. აქ არ დაგავიწყოთ თორე ხალხო ეს ქუჩის ხუბია. კარგი. შემდეგი მებრძოლი. აქ ჩემი ეს უკვე დაიხარჯება ფული. ელ მატადორ ილია თოფურია. მე მესამე მებრძოლი ყავს ხო საყიდელი. შენ მესამე მებრძოლი. და ფული ერთად აღარა. 7 ლარი აქვს. 7 თქვი? შოურია ჩემს გვერდით იყო და ეს მკიდია და მოიცა შენ მესამე მებრძოლი ყავს საყიდელი. მეორე წვიდულ 5
ხუთი მეორე. 7 ლარი ერთი. აი კონდეს ამ. ხაბიბი და ტოპურია თუნდა. გაფიზავე. ხაბიბი თოფურია და ვიღაცა ვის სახელის არ მახსოვს. თოფურია შეიძინა ჯერ პირველ რიგში გუნდიშამ, კილოსავ გუნდი, შენ ძალიან მაგარი გუნდი ყავს ჩემი აზრით. 7 ლარად, იმიტომ ვერ ყიდულობ, რომ მესამე მებრძოლი გაქვს საკიდელი და ანუ 1 ლარი მინიმუმ უნდა დაგჩეს რა. რომ ბოლო მაინც იყიდო რა. არ მინდა მესამე. გუნდში იდეალური გუნდი ყავს ჩემი აზრით. თუ მან ხა კიდე ჯონ ჯონსი ან არ ვიცი, ვერ შეგპირდები. მე 7 მებრძოლი. ჰენრი სეხუდო. შემიძლია ამოვაგდო და სხვა შემდეგი მებრძოლი. ლარი. ლარი. იყოს ლარი. ლარი 1. ყავდეს შიში. ლარი 2. სეხუდო კაი მებრძოლია ზო. ოზი. ამაზე მე ლარი 3, კაი. შეხუდო ჩემზე პატარა არ მინდა ბიჭო. ლარა წაიყვანა ჰენრი სეხუდო. შვენიერი შენაძენია ცოტნე ყოჩა. მერველოტ შემომაქ, ეხა მერველოტი. მერაბ დვალიშვილი. 1 ლარი მერაბ. დიახ. 2. ყავდეს. რამდენი მოხ 5-5-ზე და არა. კაი, შეიძინა რამდენად შეიძინა? რამშობა ხო, მამით. მოკლედ. ცოტნე შეიძინა. დასალებული და მერაბ დვალიშვილი შეიძინა ოზი. ოზი მაღა იყო და ცოტნე და ოზის შეხვდა ამანდა ნიუნეში. ხო, შენიერი. შეხუდოს ათრევს. ვი, ამანდა ნიუნეში ათრევს შეხუდოს. კაი, მე გამოვისვით რა. მოკლედ, გუნდიშა მოიგო ჩემი აზრით. გუნდიშა გაბრძოლა. არა, მოიცა. მოკლედ, ოზის გუნდი ვოლკანოვსკი, ჰოლოვეი, ამანდა ნუნეში. კარგი დაბალ წონაში ნუნეში დაუდგება. ცოტნეს გუნდი მაგრეგორი, სეხუდო და მერაბი. და გუნდიშას გუნდი არის თოფურია, დემიტრი ჯონსონი და ამი ნურმაგომედოვი. რავი, ჩემი აზრით, ჩემი სუბიექტური აზრით გუნდიშა მოიგო ეს. ამ ყველაფერს გუნდიშას უნდა დაამატოთ ან. და ხალხმა დაწეროს ვინ მოიგო, თქვენი აზრით ხალხო დაწეროს. ანუ ილია რო არ ყოფილიყო უეჭველი ჩემი გუნდი. არ იქნებოდა ჩემი აზრით შენი. რას ამბობ? შეიძლება. მე მყავს ხომ? მაგრამ გაშია ვინ იქნებოდა მაგას. ჩხუბობს ეხა უკვე. მოკლედ ხალხმა განსაჯეს. ლაითვეითის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი. ჩემი აზრით გუნდიშა მოიგო. ნაღე? ლაითვეითის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი არის ჩემთან. ვი? ლაითვეით. მე დავახავ უკვე ვოლკანოვსკი და ლაითვეით. ლაითვეითი არის. ფედერვეითია. ჩემი აზრით მაინც ფედერვეით მაინც ილია არის საუკეთესო ჩემს. არა ის. ბიჭო, ხანგრძლივობა ნუ გავიწყდება. აი არა ხანგრძლივობა. რო გაიგზელებინა არ მიმოიჭება ამბერავის მაინც. ბიჭო. მაგაშიც გეთანხმები რა თქმა უნდა. ვაბას შო თუ მეთანხმები შეჩება. ყველა დროის საუკეთესო ფედერვეითი ილია თოფურია. ილიამ გადაუარა ყველა ფედერვეითს საერთოდ. თითქმის ვის გადასავლელი იყო და გასაგებია ის კაცი იყო, მაგრამ მოვიდა ის გადაუარა ვოლკანოვსკიანა ჩეჩემა ეხა და კარგი ხო? всё. კარგი. ანუ 8 წელი შე რო ჩემპიონი ხარ და მოვა ტიპი და დაგამარცხებს, всё, ანუ ვისაუბრ ხო, მაგარი. ზუსტად ეგა 8 წელია რო ჩემპიონი ხარ და ვერავინ ვერ დაგამარცხა. ხო და ზატო მოვიდა და დაგამარცხა 8 წელს უბრალოდ. 8 წელში დაბერდეზი. დაბერდა ლოპეს არის ჩხუბა მე გახია ხო შუაზე ისე. ხო რა გინდა მე ანუ ლილია უფრო მაგარია შეშემა მაგას გეუბნები. ლოპესი უკეთესი არის კი რა თქმა უნდა. ვოლკანოვსკიზე უკეთესი. გაბუს და ოზის ჩხუბი ვინმეს თუ გინდათ? ბილეთები გაიყიდება. თქვენ დაწერეთ ვოლკანოვსკი ჯობია თუ თოფურია რა ვიცი. ნახვამდის მე შემდეგ თამაშამდე დაგემშვიდობებით ბიჭი. ორი ეხა ინდო ისოური ინოსე გლებში შეგატყვეთ რომ ვერ ერყვევით აზზე არა ხართ ეცეთი მაგარი ბანზები ხარ ძმა და ეხა მოდი რა იმაზე ვილაპარაკოთ რაშიც კარგად ანუ პროფესიონალები რაში სმა ევროვიზიაში ოუ რა ხდება ოზი ევროვიზიაზე რა გუჭა არ ვიცი არ უყურებ მაგას მე კაი ხანია ქართველების გამოსვლა რო იყო რაღაც ძალიან შეგვა ეკი არა ბულგარეთმა რო იყო ბულგარეთმა მოიგო უკვე ფინალი მაგრამ მე არ მეც არ ვატევდი ბიჭო მე მაგას არ უყურებ საერთოდ კაი ხანი არის რა ეხა ხო ის ბზიკები იყვნენ ევროვიზიაზე ხო ძალიან ცუდი გამოხმაურება ქონდათო ხალხს ბიჭო ანუ მე ერთი რაც ვნახე იყო რომ ხალხი უწერდაო la 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 last place la 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 last place ვერ ჭიმშა ანუ
ბიჭო მე რო ვნახე ერთადერთი რაც იყო პროსტო მაგათი გამოსვლის რაღაც კადრები ვნახე და უკან AI background-ი რო იყო მეთქი ანუ რომელმა გენიალურმა ადამიანმა მოიფიქრა რომ AI background-ი გაეკეთებინათ და სცენაზე არც დეკორაცია გაეტანათ არც მოცეკვავები ყოლოდა არც არავითარი დადგმა არ ყოფილიყო საბუთებში ეწერა რომ მაგ background-ზე მუშაობდა 37 კაცი რომელსაც თითოს ჰქონდა ხელფასი 4 მილიონი 600,000 ფული ხომ უნდა მოიჭრას. არა, მაგაზე არ მაქვს საუბარი. ბზიკები, მე პირადად არ ვიცნობ არცაც წარმომადგენელს. მე ვიცნობ. არაფერი არ მაქვს არც აწინამდე, არაფერი, მაგრამ კაი რა ბზიკები. ბიჭო, მე მაქვს აი რა. ბიჭო, მე მაქვს ერთი პრობლემა რა. ანუ მაგ კონკურსთან. ანუ თუ არის კონკურსი რომელმაც უნდა წარადგინოს რაღაც, ანუ ქართული ესე რო ვთქვათ, ხო? ქართული ერის არჩეული მუსიკა, რომელიც უნდა იყოს გასული ამ კონკურსზე, რატო არ აკეთებენ აკრას ხალხისთვის რატო არ აძლევენ ხალხს იმის საშუალებას რომ აირჩიოს ხო ადრე ხო იყო ეგ მომენტი რა რომ ანუ მართალი ხარ მაგ კონკურსი იყო და კონკურსზე გადიოდნენ სხვადასხვა შემსრულებლები თავიანთი სიმღერებით რომელსაც წარადგენდნენ ხოლმე ჯერ შიდა არჩევანი იყო და მე მაქიდან გადიოდნენ რა თქმა უნდა იმ შიდა არჩევანში ზოგჯერ ისე მიდიოდა რომ მართლა ხალხის არჩეული იყო და ზოგჯერ ისე იყო ხოლმე რომ ანუ ვიცოდ წესარ უკვე ვინ გადიოდა რომ დაინახავდი ანუ ვიღაცა ისეთი იყო რომ გავიდო და მაგრამ ხო ნუ ყოველ შემთხვევაში ეგრე მანდაც ეგეც ლოგიკურია ეხლა ვიღაცა ისეთი რო არის რომ დაინახავ რომ ცნობილია და იმ ყველა ხო არა ცნობილია პოპულარულია იმიტომ რომ кай ხმა აქვს და იცის სიმღერა და რაღაცა ანუ ყველა ხო არ იქნება ის პოპულარული ძალიან სასაცილო არის ჩემთვის ის ფაქტი რომ ალბათ ყველაზე კარგი შედეგი ჩვენ გვაქვს დადებული როდის პირველ თუ მეორე ევროვიზიაზე ხო მეორე დრო ვიყავით გასულები სოფორო იყო ნიჟარაძე რო იყო ყველაზე კარგი შედეგი მაშინ მქონდა 2006 თუ 7 იყო ხო ელდრაინი მახსოვს კაი იყო ელდრაინი ძალიან კაი იყო მეც კი ელდრაინი ხო რავი მე კითხვაც მქონდა ეხლა რომ გამორჩეული ვინ იქნებოდა მაგრამ ჩემთვის რამდენიც გასაკვირი არ უნდა იყოს ყველაზე მეტად მე რომელიც მომწონა რაც იყო გასული ჩვენგან იყო Young Georgian Lolita-ის სიმღერა რო იყო Midnight Gold-ი ანუ დადგმა იყო აი რაღაც სასწაული ძალიან ფსიქოდელიური ის იყო რა ქვია რა ვიზუალით რა ნიკა კოჩარო რომელიც წლის არის 2015 თუ 16 იყო არ მახსოვს ზუსტად რა არა მაგ პერიოდში კი უყურებ ხო და ის იყო რა ქვია ფინალში ვერ გავიდა მაგრამ საქმე იცი რაში არის ორი ყველაზე მუსიკალური ქვეყნის კრიტიკოსებისგან ქონდა ყველაზე მაღალი შეფასება 12 ქულები ქონდა გერმანიისგან და ბრიტანეთისგან აღებული რა და დალში ხალხს არ მიუცია ხმა მაგიტო იყო რომ ანუ უფრო ხელოვნება იყო ვიდრე ხალხისთვის მისაღები ხო ანუ პროტესტი იყო მაგრამ პოპ მუსიკის ის არის და მანდ ეგ არის რა ანუ რეალ ანუ შეიძლება ცეგორი პონტი არის ცოტა მიკერძოებული ვარ მაგაზე იმიტომ რომ კოტე კალანდაძის დაწერილი სიმღერა იყო და კოტე კალანდაძე კიდე ჩემი საყვარელი ქართველი ეს არის მუსიკოსი არის რა და მაგიტო ანუ ბიჭო იმენ კოტე კალანდაძე რო არიცით მაგრად ტეხავს ზმაო ანუ მან დიცინე და ლალებო თქვენში ანუ რაღაცირებს ეხა გაგახსენდება რომელი ბენდიცაა კოტე კალანდაძე ხო და ფილმიც აქვს გადაღებული რამოდენიმე ილია ფაღავა იცი არიცი არჩი ჩემი საყვარელი ქართული მუსიკოსი ბიჭო მართლა არის კოტე კალანდაძე? ვახ ჩემი. არ შენ არის შეჩემა? მარტო მე და შენ ვიცი. ხო გონდიში რა ჩაკლახებს. სხვადასხვა კოტეს მიერ დაწერილი სიმღერა არის გამოყენებული Call of Duty-ს საუნდტრეკად. რატო ევას მეთქი რატო ევასება სადღაც მაგის გამო არა გეიმინგში. ის არის ბუფ ბუფ. აუ გონდიში მენა აი ხო გაგაფრთხილე მე ჩაწერესინა შანსია რა მეთქი ბუფ ოხ ჩემი აი მე გეუნები ხოლმე რომ ჩაწერეს გაფრთხილებ რომ დღეს ცოტა არ ღირს ჯომია დავიშალო რამდენი ხანი იყო ჩუმად და როგორი კარგად მიდიოდა გადაცემა და ერთი ამოიღო ხმა და ეგრევე იმხელა აი ბოლომდე ხეობა ვახ ჩემი ილია ფაღავარი ჩავსვი მოგზადი თუ შეიძლება უკანასალტო შეასრულეთ ეს აი ილია ფაღავას შემოვლე ჩემი ჯადოსნური ადამიანი ეს ხო ისე უკანასალტო უნდა შეასრულოს ჩემა გაბუმ ეხლა არ ვიყავი ძად რა ხო გასწავლეს ბიჭებმა ჩავაგდე
კაი, მოდი შევპირდეთ ხალხს რომ შემდეგ გადაცემაზე ჩააბარეთ. შემდეგ შევავკეთ. შემდეგ გადაცემაზე აბარებ. შემდეგ შევავკეთ. კაი, всё. გუნდიშამ შეასრულა კაი ხნის წინ დადებული პირობა და თავსახური ჩააგდო აქ და ჩვენი ლალის ლიმი უახლოეს მომავალში, კი არა და შემდეგ გადაცემაში შემოგთავაზებს უკანა სალტოს, მანამდე ფიზიკურად მოემზადება სახში ვარჯიშებს, შეიძლება თავგადეხილი მოვიდეს. კოჭიტიო და დღეს უბრალოდ, თორე? სიტყვა, ტრაკია, გადაიკუზე. ეს გენიალური ფრაზაა, თქვენ არ იცით. კაი, ხო, ევროვიზიაზე საყვარელი ის თქვით, პრინციპში დიდად სალაპარაკო მაგაზე არც არაფერი დაგვჭირდა. და ყველაზე ცუდი კიდე რაც მინდა ევროვიზიაზე თქვა, კოსტუმების კერავებს მინდა ვთხოვო, რომ შეჩერდით. ზოგადად შეჩერდით, ხალხო. არ გაფორმებებით საშინელება არის. ელდრაინის გამოსვლაზე. ხო. აი ის კაბა რაც იცვა სოფოს. მე არ ვარ ახლა გემოვნების არ გამოვიჩევი. სოფო ყავდა, ხო ესე იგი. კი. ეგ კაბა რაც იცვა სოფოს, ნუ აი კაი. მომკალი. ბაზი რატო გაქართულება შეჩემ ბიჭო, საშინელება არ ჩააცვა ნორმალურად რა. აბა იცვა რაღაცა ეპატაჟური უნდა იყოს, ძმაო. ევროვიზია, საბავშვო ევროვიზიას რო იყვნენ ბზიკები, ეცვა ბზიკების ფორმა. მისაღებია, გასაგებია. ელდრაინზე რა უნდა ცმოდათ? ბიჭო, რაღაცა ცოტა როკია, ცოტა პოპია, ცოტა ნორმალური რაღაცა, რა ეპატაჟური ეგ იყო შეჩემა რომბებში ჩასული რომბები შეჩემა, ვინ თქვა რომ ლამაზია. და ხალხმა დაწეროს დაწერეთ კომენტარებში. ალბათ ეგ აბა თუ აი პროსტ რაიმე კუთხით თუ არის ადეკვატური. ალბათ ყველაზე ნორმალური ისე იყო რა ქვია. ნორმალური ან ცუდად ვარ მაშინ გემოვნების საბავშვო თუ ეგ მომეწონა და ნუ ნინას უბლატის გამოსვლა როგორი უნდა ყოფილიყო და რა გამოვიდა. ნინას უბლატი იყო ძალიან კარგი. კი, ანუ იდეაში ერთ ადგილას უნდა მდგარიყო და გარშემო უნდა შეცვლილიყო ბოლით და რაღაცეებით და კვამლი გაუშვეს ძალიან ბევრი და ვაფშე აღარ ჩანდა. არ და ნახევარფინალში აი მაგრამ მე ვასება ეგ გოგო ძალიან ეგ მომწონდა და ეგ სიმღერა მაქვს მოსმენილი ალბათ ბოლო დროს სხვა არაფერი ვაფშე. ვორიო. ხო, ეგ მოსმენილი მაქვს. რაღაცა კაი ის არის, რა ქვია, კაი ტიპია ვაფშე. რაღაც მე ვასება. კი. რასირჩი შეჩი. ანუ გლორდია ჩვენი. ჩვენი არის მწვანე რაღაცა. გუნდი. არა არის ეგეთი. ნუ მიდგები ოპოზიციაში, პროსტა იმით რომ ჩამიდგე ოპოზიციაში. ბიჭო, არ არის ეგეთი ის. ამათ რა ეცვათ, აბა? აი ეს ესე გამოვიდა შეჭება მოიგეს და ვიკინგები იყვნენ და კარგი სტატი შეჭება. ეს უხდება უფრო. ზომბი ვამპირი ვიკინგები შეჭება. არა, ეს უხდება. ხო, მე მევასება. ნუ ერთი კარგი ჯგუფი არა, ერთი ტრეკი იცი. ხო, არა, ორი. მეორე რომელი იცი? რაღაცა არ მახსოვს. აი, აგე ეს არის. სხვადასხვის ყველაზე კარგი კაბა ამას იცვა. შეესმობას მისოვარ, ბაზარი არაა, შეჩება. ჩააცვი ესეთი კაბა ადამიანს. შენ თუ გახსოვს შინიდა მარიკო იყო, ხო? ხო. შინიდა მარიკო. მაგათი სცენა როგორ იყო თუ გახსოვს? მაგრამ ძალიან მინიმალისტში ხონდა. აი, ნორმალურად ეს იყო პირველი გამოსვლა ჩვენი. სოფო ხალხში ტრეკი. ტრეკიც. ამათაც სხვათა შორის უკეთესი სიმღერა რო ქონოდათ, კარგი იქნება. ეს ვინ არის? ეს არის შინიდა მარიკო. ეს ვიცი ხო. აბა ამაზე თქვი, ცუდად აცვიაო ეხა იმას. რა кай ფეხსაცმელი მიაცვია. უბრალოდ სიმღერა იყო ისეთი, რომ აი არავის არ დაამახსოვრდებოდა არაფერი. არ მახსოვს ვაფშე ისეთი. რატო? ამა პოკა ხო გახსოვს? ეგ ვერ გადავიდა, მე მგონი პირველივე იმაზე გავაგდეს. არი ჯოხაძის კაბა მანახი აბა. აი ძმაო, კაცი შენს მომბას პიცა. ამან მოიგო? არა. KSI-ის გული მოიგო შეჩემ. KSI-ის გული ვიცი რომ მოიგო. არი ჯოხაძის კაბა ვნახოთ. ეს მარტო არ იყო? არა. ეს ისინი არ არიან ისა მარცხენა ვიცი. არა ბიჭო, ახლა ჩაუღდა. გაუჩი მიკროფონი გაუთიშეს ბიჭო, ძალიან ძლიერი მონაწილე იყო და. არ ჭირდებოდა მიკროფონი და მაგიტო იყო ხო ეგ? აი, აღარ არი ჯოხაძე და ევროვიზია. კაი, ევროვიზია შევეშვათ. ევროვიზიაზე მე ბზიკებისაც წერდი არაფერი არ თუ ფუტკრები როგორ არიან? შენ არაფერი შენ არ არავისაც ნაღმდეგო არ გაქვს. როგორ არა? მე მქონდა პოლიციელები არ მიყვარს. ანუ მე შენ ესა თუ გახსოვს რა ქვია ევროვიზიის შესარჩევი ხო იყო X Factor კი არა და Voice უბრალოდ რა შარშან წინა ევროვიზიაზე რა. აი ეგ იყო შესარჩევი იმის? ხო რა Voice ვინც გაიმარჯვებდა რა. ის მიდიოდა რა და Voice-ში კარგი ყველაფერი გააკეთეს რომ ირუ ხეჩანოვს მოიგო.
ანუ ჩათვალე ისინი რა ქვია გადაწერილი ხმები და რაღაც ანუ ჩანაწერები რაც იყო ხო ანუ სამ ლაივამდე გავიდოდნენ შეცდომებით ნამღერი რაც იყო გადაწერილი ხმებით იყო და რაღაც მთელი ამბები და მაგაზე ვიდეო მაქვს აღებული ანუ გამოძიება ჩავატარე თუ რაღაცა მაგრად გაუბრაზდი რა მაგაზე რომ ეგრე იყო გაკეთებული და საქართველოში რომ ჩაწყობით არის რაღაცები ბიჭო ხომ არა ნახე როგორი პონტი არის და გვიკვირდეს შენ რატო არ წახვედი ევროვიზიას მე ევროვიზიაზე რა მინდა შემოვხედეთ შემოგხედო რა იყო ანუ ორი ვარიანტი არის ან და იყო რაღაც ძალიან ისეთი ვიზუალურად გამორჩეული ტიპი ან და იყო ექსტრაორდინალურად ძალიან თესლი ტიპი გულისხმობ მუსიკალურად რა ან სქესი შეგიძლია გადაიგეს ხო ან კონჩიტა იყო ხო კაბას შენ შეგიძლია კაბას შეგირჩევდი მოდი ის ნუ გავიწყება რა ევროვიზია არის უფრო მეტად პოპულარულობის კონკურსი ვიდრე მუსიკალური კონკურსი რა ევროვიზია არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკა კაი ხო პოლიტიკა ბიჭო პოპულარულობის კონკურსიცაა და პროტესტი არ მომენტი ახლა მე რას ვატრაკებ ლორდი მოიგო ვინ ლორდი მოიგო ლორდი მოიგებდა ახლა ლორდი ხო რავი ახლა ანუ გამოვიდნენ და hard rock ალელუიათი რავი დაბრუნეს ხო დიმა ბილანს მოგეს აუ არ ვიცოდი უფრო შემიყვარდა ეს ჯგუფი რა ჯგუფი დიმა ბილანი ბილანის და ისე შემო არა რაღაცა ისე თქვი დიმა ბილანზე რომ დიმა ბილანს სუდი არ თქვა არაფერ დაგენ არა ხმას არ ვიღებ მე ой დიმა მე ბილანს მოგეპარება და აქ თმებს გაქისტი Я знаю невозможно მე ვიტყვი აქვე რომ დადგა ჟამი ჩემი მართვის მოწმობის ჩამორთმევისა და მეტის ღირსი ვარ მეტის აი მეორე მეტის ღირსი ვარ მაგას სხვა დანარჩენი კიდე რაც დამიშავეს მაგას მე მოგახსენებთ მე არ დავლევ დღეს რა იმიტომ რომ მართვის მოწმობა რო წამართვან არ მინდა ვაი მე როგორი საყვარელი ბავშვი წორნე შენ ამ სანამ ანგოსტურას დაასხო მე მაგამდე წესებს ახსნი კი ბატონო მე ვისკის მივირთვე უბრალოდ ოზისთვის ანგოსტურას ჩამოვი შენ კიდევ ერთხელ მადლობა ველდანს ამ თამაშის იდეისთვის სანამ არ თვითონ არ აკეთებენ ჩვენ გავაკეთებთ და მე რომ გააგრძელებენ ენოსოლობ ჩვენი თავი მოკლედ მე ჩამოგიჭრეთ ნიუსებს გეტყვით და თქვენ ან მაგის დასრულება უნდა თქვათ როგორც რეალურად არის ან უბრალოდ იმომორისტულად როგორც თქვენ გაგიხარდებათ რაღაცა ხუმრობა უნდა ჩასვათ რა ქულები როგორ იწერება ქულები მე შეგიფასებთ მე იმას ვიდა რა ვქეთ თუ სწორად გამოიცნობთ ალბათ ეგ იქნება გამარჯვებული და თუ ერთერთმა ვერ გამოიცანით სწორი ვინცაც უფრო კაი სასაცილო პასუხი ექნება ის მოიგებს პირველი ნორვეგიელმა გოგონამ 2010 წლის შემდეგ 2000-ზე მეტი რაღაცა შეაგროვა და საძინებელში აქვს გაკრული კედელზე, როგორც ჯილდოები. რა არის ეს? პრეზერვატივები. მეც ეგუნა მეთქვა ახლა. კონდომები. შენი პასუხი რა არის? დილდოები. შენ დილდო, შენი? 2000 ყოფილის შეაგროვა და შენ პრეზერვატივები? პრეზერვატივი ცუდი სიტყვა არ არის. არა, ხო და პრეზერვატივები. ყველაზე ახლოს გუნდიშა იყო. ბილწები ხართ. გამოყენებული კონდომები. გამოყენებული პრეზერვატივები ქონდა? ხო, რა ჩემი წარი. დაიწყე. აი. არა. ბიჭო, ფოტოები რო აქთან გადაღებ. ის მარცხენა კუთხეში დაბლაროვარი წაიღო თავისი შეჭრა. ჯერ არ ქონია, ეხლა უნდა იყოს. ეგ უღებს ვაფშე მაგას. არა, ეგ პრეზერვატივის გარეშე. კაი, ოზიკო, რა ვიცი, რა უწის უწიწყეს, უწყებს. კაი, უცებ დალიეთ მეგობრებო. გუნდი შეძალი. შეძალი. გამოვიცა. ბადო. იტალიელმა კაცმა ესე იგივე პასუხი აქვს მაგას. იტალიელმა კაცმა 450 კილომეტრი გაიარა ფეხით, რათა გონება გაეწმინდა მას შემდეგ, რაც თითოეულ თქვით. ცოლთან იჩხუბო. ცოლთან იჩხუბა არის ოზის პასუხი. თოდნე შენ? ღვინო დაესხა. ღვინო დაესხა. ანუ შენზეა საუბარი. საბურავი დაეშვა? საბურავი დაეშვა და ოზი მოიგო ეს თამაში მეგობრებო, იმიტომ რომ ცოლს ეჩხუბა. ჩვენი პატიოსანი იტალიელი კაცი და დალე მაინც დავლიო? დალიე, მოდი დალი. გიბი თვალებში გიყურებ გინდა დალიო და დალიე მოდი. არა, ნუ დალი. 45 წლის ინდონეზიელმა კაცმა მეზობელი მოკლა, რადგან ყოველდღე იკითხებოდა ცოლებს მოყავს. ჩემი კარგიო. ეგრევე სწორი პასუხი არის, ვიყო. მეც ვეთანხმები გუნდიშას. გუაიგა გუნდიშა.
მეც ვეთახმები, არა. ბიჭო, ასაკი არ უნდა ყოფილიყო. მამაკაცი შვილისგან ითხოვს იმ თაქნის არაზღაურებას, რათანხაც ამ შვილის აღზრდა დაუჯდა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ გეია. ანუ მეც მაგის თქმა მინდა რომ მას შემდეგ რაც გაიგო, რომ სქესი შეიცვალა. მის შვილი არ ყოფილა რა. აი ყველას გაიგე. გუნდი შემოიგო სხვათა შორის. ხო არა. გუნდში ხო ჩახა? რაც გეიაო, მაქვს. ნუ არა, ოზის პრაქტიკულად ახლოს იყო. მე სხვა ვარიანტი მქონდა, უფრო კარგი. რაც გაიგო რომ ზანგია მინდა. ეს მოსახსნელია პოდკასტიდან ჯერმი. არ გინდა მოხსნა, ისედაც დავიხურებით მაგრამ. ეგრე. არ გინდა, აცი აღარ გვეშველება ჩვენ არაფერი. ეხუთე. გაიმოჩნდა სიკო. ასე ცოტა. გუნდში არსოს და ისედაც არსოს. ანუ რეალურად არ მიწერე. რეალურად არ გიწევს. სამხრეთ აფრიკელი პასტორი ირწმუნება, რომ მას შეუძლია ოზის გავაცილეთ ახლა ტაში პოდკასტიდან ოზის ახონდეს მე დავჯები პოდკასტში ოზის მაგივრად დღეს კარგი აბა დავასრულებინოთ ლალისლით სამხრეთ აფრიკელი პასტორი იწუნება რომ მას შეუძლია ადამიანების განკურნება თუ ამ ადამიანებს რას უზამს შულს ოზის კიდევ ერთხელ გავაცილეთ სასურველია ბიჭო. შემილა გაგინეორო. ბიჭო მე მეორე ბევრი ბილწეაზრი მომდის. გავიგე, შენი პასუხი აღარ მინდა. გასაგებია. მე ბევრი ბილწეაზრი მომდის სამში, მაგრამ მოდი იყოს რაც გინდათ ის თქვი. უჩებში აკოცებს. უჩებში აკოცებს. ალბათ თუ იმ ადამიანთან სექსუალური კავშირი ფეხებს დაბანს. მოდი ფეხებს დაბანს იყოს. ფეხის დაბა. ოზი მოიგო ჩემი აზრით. რა არის? არა, პასუხი არც ერთი არასწორი იყო. შეიმა ეს რა. პასუხი იყო თუ დააკუებს, მეგობრებო. დაჟე. აკუებს თუ სახეზე დააჯდა. არა, დააკუებს, უნდა დააკუებს. თან და ხო მია არ გამოდის ამ და. დააკუებს. დააკუებს, მიაკუებს. მიაკუებს და და ზე დააკუებს, ვერ გამოვა. ჩემი ეს უნდა ცხადოს აკუოს. დალიეს მეგობრებო. შენ ოზიმ გაიმარჯვაო ჩათვალე ხო? რა გიჩათვალეო. ქალი, რომელიც ეიფელის კოშკზე იყო დაქორწინებული, განქორწინდა და აზიმოდოს ეზასალა. აზიმოდო. ქონების ნახევარი მოითხოვა. თია. განქორწინდა და ბედნიერად ცხოვრობდა. ჩემი სუბიექტური აზრით ცოტნე მოიგო. ანუ მართალი არისო ეს? არა, მართალი არისო. მაშინ რამე შევიტყვი. თქვი. განქორწინდა და ხო სხვა რამეს დაქორწინდა არის ალბათ რავი რა. მაინც ცოტნე მოიგო. იმიტომ რომ შენ მაინც მეორე შანსი მოგიცით. ცოტნე გადაობის ხარჯზე მოიგო, თორე ისე ღობეზე დაქორწინდა მეგობრებო. ღობეზე რომელ ღობეზე? არ ვიცი რომ. რიჩარდ ღობეზე. დაბალ ღობეზე. გძელ ღობეზე. ღობე, გძელი ღობეზე. ჩინეთის ღობეზე. ჩინეთის ღობეზე. ჩინეთის ღობეზე. კაი. იყო მე რომ სვამდი. ეიფელის კოშკს გაუმარჯოს. ой მეტი დაუჩვერე. ბევრი დარჩა კითხვა კიდე. 3. 3 დარჩა და შევდებოდ. ჩინეთის ღობეო და აგე ჩინეთში კომპანია დებილობა იქნება ეხა სასწაული. ჩინეთში ხო ეგრეა ზოგადად. ჩინეთში კომპანიებს სამსახურში აყავთ ვიღაცეები, რომ კომპანია უფრო გლობალური და პრესტიჟული გამოჩნდეს. ზანგები. გუნდი შენ ალბათ მაგას იტყოდი, ხო? არა, მე ვიტყვი მოდელებია ხო. მოდელები, სუპერ მოდელები. ზანგი მოდელები. სუპერ მოდელები. შენ ამერიკელები. ამერიკელები. პასუხი არის ჭკვიანი ხო? იაპონელები. ჩემეც რა, ცოტნე მოიგო. ცოტნე მოიგო. სწორ პასუხის ხარჯზე არა, მაგრამ ახლოს იყო თეთრკანიანები. ამერიკელები თქო, ბიჭო. დაიც თეთრკანიანები როდის მერე არიან? შავი ამერიკელი არ გინახავს? მიხდი ხო. აფრიკელ ამერიკელი არ მithქოს. აფრო ამერიკელი. ამერიკელები ეხა ხო, ამერიკელები ბევრნაირი არის ზანგები არა, თვითონ მე. არა, ნახე მე. ებრაელებიც არიან. ანის ფერსზე გავამახვილე ყურადღება. თეთრი მაიმუნის სამსახური ქვია ამას. თეთრი მაიმუნის სამსახური? დიახ. მერვე, კვლევის თანახმად კაცები ამის გამო 4ჯერ უფრო მეჯერ ტირიან ვიდრე სიყვარულის გამო. მანქანის ნამდვილის. კვერცხების მოჭეჭყვის გამო. ფეხბურთის. ხო ჩახცოტნე. ფეხბურთის გამო. 4ჯერ მეტი ის არის ძალიან ცოტაა მაგის. ფეხბურთზე მე ბევრად მეწვდერი ხოლმე. 8ჯერ მეტი. სულ ტირი. დამისხი. გაიოზი. დამისხი დამალეინი. და ის რა ქვია?
მოტოციკლეტები. ბოლოს ოდის იტირეთ მეგობრებო. მე ვიტირე. ვაშკაცებო, კაცებო, ძვაგაცებო. აუ რაღაც სერიალს ვიყიდი და აღარ მახსოვს. გუნდი შენ გუშინ ხო არ იტირე? არა, გუშინ არა. მე მართლა მახსოვს, როდის ვიტირე ბოლოს. აბა. ძალიან სევდიანი ისა. მამა ჩემის დაბადების დღე იყო, ცოტა ხნის წინ რაღაც და მაგ დროს ცოტა ის შემომაწვარა. რომ ვერაფერი ვერ ნახა მე რასაც ვაკეთებ და მაგაზე ვიმასვენ, ის ვიყავი რაღაც. ჩემ შულთან ერთად ვიყავი მეც და რომ დამარტყა თავში რომ მამა ჩემის დაბადების დღე არ მახსოვდა ვაფშე რაღაც ბილით რაღაც რო გავედით და მაგაზე ძალიან შემომაწვა რაღაც და მაშინ ვიტირე. ხო, ნუ ხდება ხოლმე რა. ხო, მეც დაახლოებით და ხავს ტირილი რავი კაცისთვისაც. ფეხბურთისტვის თუ ტირი, სხვა რაღაცისთვის ვაფშე მithumedes. მეც დაახლოებით ეგეთი ისტორია მაქვს რა, რომ ჩემი ბიძაშვილის, ესე რომ ვთქვათ, წლის თავზე იმენა მომაწვა და ვეღარ შევიკავე ვეღარანაირად. არა, ჩვეულებრივი ის არის ხო იგი. და ესე ჩემ დაბადების დღეზე მამა ჩემი არ მოვიდა შეიძლება. ვიტირე მაგრამ მეცხრე კითხვა. ვახ, შემი. კანადელმა თერაპია გავხსენით ხო აქ? კანადელმა კაცმა ცოლი და 7 შვილი მიატოვა, რომ თავისი ოცნება აესრულებინა და ეცხოვრა როგორც ეგრე ეცხოვრა როგორც ვინ, ან რა პრასტიტუტკას. პრასტიტუტკას მიღებული. კონდის რა ცირკის პრასტიტუტკა აქ იყო ჩამოსული. მე ვიყავი მაგას მეთქი. ясნია. არა, შვილი როგორც ეცხოვრა როგორც კაზანოვას. აი, როგორც კაზანოვას. აუ რაღაცა მონაზონს. აი ეს მონაზონს. როგორც ქალს. ალბათ ხო რაღაცა ეგეთი იქნება. ან როგორც ეცხოვრა როგორც მოდი იყოს. აი, ნუ მოუდა კაც, შეს თუ გინდა. ალკოჰოლმა დაიწყო ხო მუშაობა. ისი ოცნება იყო რომ გამოსულიყო პორნო ვარსკვლავი. გამოსულიყო არა გამოსულიყო სახლიდან შვილი სახლიდან ვერ გამოდიხარ მოსულიყო აი, დასვენებოდა თავიდან დაიწყო ვაფშე. თამსვლელი გახდა კანადელმა კაცმა ცოლი და 7 შვილი იმის გამო მიატოვა მეგობრებო, რომ თავისი ოცნება აესრულებინა და ეცხოვრა როგორც 6 წლის გოგოს. ამიტომ მოიგო ცოტნე. ეცხოვრა როგორც ხადაობა. ოპა დაასხა. არა ნუ ოზი მოიგო. ეს ადამიანი ოზი მოიგო. ეს ადამიანი ხო ალბათ მოყიფე არის შეჩეო პროსტა კი არა. ბიჭო რამდენი იგინეს დღეს ამათ ჩემი აზრით გუნდი შემოიგო მე. რანაირად მოიგო ოდიშა როგორც არა, ზოგადად, ჩემი ძმა. ოზი მოიგო, ეს რაუნდი ოზი მოიგო. აზიზნი აჟიზნი, ესე რაუნდი ოზი მოიგო, შენ არ მოგიგიოს. არა ოზი თქვა როგორც ქალსო. მე ქალი სქესი ერთი გასქესი გამოიწმა. ანუ შერასავ ბიჭო, რომ ეხა მე ამოვიდა. შენ რო არს რომ მაგრად მიკვირს რა. ზვირფასო მეგობ რატო გიკვირს რატო გიკვირს რავი. ხედავ შენ წყალი სმელი და დამრტყმელი კაცი შენ ახარე ხო ძმაო. ეს სმელი და არა დამრტყმელი ეგრე კაცი. სახელი აქვს გათქმული ფუსო ჩაოვლები მეტრა ზვირფასო მეგობრებო აქვე მინდა თქვა სანამ ბოლსკინ გავალთ უღრმესი მადლობა მინდა უთხრა ჩვენს წამდგეს ლუდისას ჩვენს მეგობარ ლუდ ბავარიას რომელიც 300 წელზე მეტია ჰოლანდიურ ოჯახში იხარშება და რა თქმა უნდა ალკოსფეროს როდესაც ესეთი გემრიელი სასმელები დაგვახვედრა და მადლობა რომ გვეხმარებიან იმ საქმის კეთებაში რა საქმესაც ვაკეთებთ. აქვე მეგობრებო მინდა გითხრათ რომ სანამ კიდევ ერთხელ ბოლოში გავალთ გათამაშება გქონდა წინა იმაზე რა ქვია ვიდეოზე. გათამაშების შინაარსი იყო შემდეგი რომ რომელი არხი YouTube არხი იგულისხმება რომელ საჭმელს გავს. ან YouTuberi. ეხლა წავიკითხავთ ყველას და იმისთვის რომ საჩუქარი მიიღოთ მოგწერეთ ლუდისას Facebook გვერდზე და მანდ უკვე დაგაკვალიანებთ. ავიდან თქვით ორე. ვაიმე ლუდისა. მოგწერეთ ლუდისას Facebook გვერდზე და მანდ უკვე დაგაკვალიანებენ როგორ უნდა მიიღოთ საჩუქრები. ჩემი აზრით წეგანას კარგად თქვი ტყუილა გაგიგებს ვიცი კი მოდი ვიზესო აი ხო მე ოზი შენც არ გტოვებთ საჩუქრის გარეშე ჩემო ძამიე ეს ნათახთა არის ლიმონათი ჩვენგან ეგრეთ არის ლიმონათი გემრიელთ მისთი გენასვალეს ბო ეს ჩაუყარებიც მოეწონა აი აცადე მე იმასთვის კონტეინერებში გავარაწე მაგას მადლობა. აი წამაკითხეთ აბა ეხლა პუსი არის ოჯახური ოჯახივი და არხი
აკუ არის სოკო, არის ჭამის მერე გადარჩება თუ არა, ტეტრისია, დიახური. დამბრუნდება და აიღო, მომეწონა. ვა, ეს кайო, ნიახური მომეწონა ტეტრისზე. საეჭო გავს შაურმას. ყველაფერია ერთად, ქაოსი, იუმორი, უცნაური მომენტები, მაგრამ მაინც გისწორდება. კარგი შედარება არის. აჰა, ნამდვილად. ჰამაკი კავს ჯონ ჯონს, თუ დაინახო უეჭველი შეჭადა, თუ არა არც არავის ახსოვს. ბასტო ფანტასტო გავს ოლივიეს, ეს ყველა მიცეს რომ ოლივიე ქვია, მაგრამ ყველა მაინც ვინეგრეტს ეძახის. ოქტოპუსი გავს აჯავს სანდალს, ყველა თავის პონჩია, მაგრამ ერთად იმენა მაგრადას სწორებს. საეჭო კაცი მწვადია, პროსტა ადრე შამპურის იხო, ეხლა ტაფის და აუ, მახარა, სახე გააძლეს ბიჭო. ეს კაცი ჩემთან ბარში მოვიდეს და ამ კაცს მე უმასპინძლებ ერთი საღამოს განმავლობაში. ოპა, აი მეგობარო, აუცილებლად შეგორხიარე მაგამ ბავში. თუ რა თქმა უნდა სრულწლოვანია. თუ არ ხარ სულწოვანი, მაინც მიდი დაიგიდე. არ შემოგიშვებთ უბრალოდ. მოგწერე და მე და ცოტნე გარეთ ჩავიბარებ. გამოგიტანთ სასმელს. ბათერში. ნო ბათერში. რა ჩატვახობა შეჭი. აი რა. ბათერ ჩიკენი. ოკეი. ბენი კინძმარში ძ ასოა. არც იქით არის და არც აქეთ. ძვირფასო ამხანაგებო. გავეთ ბოლოსკენ და ეგეთ კითხვა მაქვს ბოლოს ლალი შემოგთავაზე ესეთ კითხვა. თქვენ ცხოვრებას რომელ ფილმს ან წიგნს შეადარებდით? სათაური შეგიძლიათ უბრალოდ გამოიყენოთ. თუნდაც სიმღერას. რაღაცაი რამეს მიამსგავსეთ თქვენი ცხოვრება. რას გავხართ თქვენ? რა ცხოვრება რა იქნება? თქვენი კარტის ტრაკი. რას გვერდში შეჭმა რატო ვაგინე? ბიჭო, არაფერი რაღაც სამოიღო. ხასიათზე ვარ ჩხუბის. ჩემ ცხოვრებას, მოდი მე ვიტყვი პირველი, არა, არ ვიცი, ვერ ვიტყვი პირველი, არა, არ მომიფიქრებ. სიმღერით დაიწყე. მოდი იყოს ჩემი ცხოვრება იქნება იგი. აი ხო, მართალი ხარ. აგი. ვაი. ზესტაფონი ვაი, სამისაშვენო. ბიჭო, მოიცა. უფრო უკეთესი არ იქნება ერთმანეთის ცხოვრება რო. ხო, ეგ რო გავაკეთოთ. ო, ეგ პაходу ეგრე შვება, მიდი. ხო, დავაი. პაходу, რაღაც რუსული იქნება. ვაინა იმირ. რუსული ფილმები არ ვიცი არაფერი. როგორ არის ის ხო იცი? ირონია სუჯბო. ქართულად მითხარით. ბედის როგორ არის ქართულად? ბედის ირონია. ირონია სუჯბიო და გადათარგმნა სუჯბი და ირონია ვერ გადმოთარგმნა შეჭიმა. ირონია ვერ გავიხსენე უცებ ხარ. რატო მეუბნები ეგრე? რატო მელაპარაკები ეგრე? ცოტნეზე ფილმი არ ვიცი რა, მაგრამ ის გადავიღებდი. ეხა ბიჭები ძალიან დათრონენ. მე არ ვარ ნათურალი მართალია. ეხლა მე ბიჭები ძალიან ვერ აზროვნებენ და თქვენ დაწერეთ აი ცოტნე რას გავდა, რომელ ფილმს გავდა ეხა და ოზი რას გავს ან რომელ ფილმს გავს. ანუ ციგნის სახელი შეგიძლიათ დაწეროთ და თუ გავერთობით მოიგებთ. გუნდი შეიქნებოდა პერსონაჟი, კუკარაჩას პერსონაჟი იქნებოდა. ოღონდ მურტალგი არ იქნებოდა. პიტალო იქნებოდა. შვიდი ტყვია ესროლა პიტალოს. ოღონდ ამას ვიდეო მოხდა, ხო? შემინება არ არის? რა გინდა? რატო ვიჭუბები გილ? ფილმი გაჩა არ არსებობს ეგეთი ფილმი. აი ვიცი, აუ, ბიჭო, მთელი დღე ვცდილობ რომ არ მიუძდელო რაღაცა და აი მხრალე, მე ამოიგე დადით მაგიდაზე რა ჭანდა მაგის. ყველაზე მაგარი სახელი ფილმის არის Don't be menace to the South Central while drinking the juice in the hood. აი ეგრე ქვია ფილმს. კი. აუ, იმაც რო იცის. როგორ არ გაქვს ნანახი ძმაო? ნანახი გაქვს უეჭველი. ძვირფასო მეგობრებო, სხვათა შორის გუნდიშაპ რაც ახსენა რომ მე დებილი ვარო და ამ ცხოვრში პირის შეყოფა მიყვარსო.
ეგ იყო გათამაშების წესები. შემდეგი გადაცემისთვის კომენტარებში დაგვიწერეთ რომელ იუთუბერს უпростоრად რომელ ფილმს მიამსგავსებდით. ან წინს, ან სიმღერას. უბრალოდ არ თავისუფლები ხართ მაქსიმალურად კრეატიული პასუხები გჭირდება კომენტარებში და გამარჯვებულებს რა თქმა უნდა გადაეცემოთ ლუდისას და ბავარიას კომბინირებული ნაკრები. აქვე გეტყვით რომ ლუდისა არის ჩვენი წარდგენი, უღრმესი მადლობა მას, ბავარია ჩვენი მეგობარი ლუდი არის ჩვენს გვერდით და რა თქმა უნდა ალკოსფერო არის თავისი გემრიელი სასმელებით. და ალკოსფეროს ხსენებაზე ოზი ძირითადად ეგეთი ტრადიცია გვაქვს ხოლმე. რა თქმა უნდა პირველ რიგში დიდი მადლობა რომ გვესტუმრე, ძალიან სახალისო გადაცემა. მადლობა რომ დამიძახე. ამდენი უძელობა არ ქონია კაი ხალხი გადაცემაში, მაგრამ ეგ არის მეგობრები ვარ და მაგიტო ძალიან შინაურულად ვარ და თავისუფლად და ერთ სადღეგრძელო მინდა რომ შემოგთავაზო. რაზე კიდეა? ფეხებზე? ყოჩა გიორგი რო არის გინები. ოზიკო, მინდა რომ ერთი სადღეგრძელო შემოგთავაზო დასრულების ამბავში, ზოგადად ეგეთი ტრადიცია გვაქვს. ხო, რა სადღეგრძელოთი ამთავრეთ. კი ბატონო. აი ამ ჭიქით მინდა იმ ხალხს გავუმარჯოს, ვინც გვიყურა ამდენ ხანს და აი აქამდე გაძლო. ბაზარი არა. და ჯერ კიდე არ გამოურთავს და რომ მორჩება, მე მიხვდება რომ მორჩა ვიდეო. უახ, თქვენ გაგიმარჯვეთ. შეგინასო. საღო ოზიკო. გაგიმარჯვეთ მეგობრებო. ოზიკო, მადლობა ძალიან დიდი კიდევ ერთხელ და გაგიმარჯვეთ მეგობრებო, მომავალ შეხვედრამდე.